დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურებიან. ვფიქრობ, გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარემ ნათლად განაცხადა, რომ გრენლანდია გრენლანდიელებისაა. ეს არის ხედვა, რომელსაც ჩვენ დანიის მთავრობამ მტკიცედ ვუჭერთ მხარს. რა თქმა უნდა, ქვეყნის ბედი და მომავალი თავად გრენლანდიელებმა უნდა გადაწყვიტონ. დანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, კარგი ისაა, რომ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პატივს ემს გრენლანდიელთა თვითგამორკვევის უფლებას. დანიასა და გრენლანდიას მხარდაჭერა გამოუცხადა ასევე გერმანიამ. ფაქტია, რომ საზღვრები არასდროს უნდა შეიცვალოს ძალის გამოყენებით. ეს ყველასთვის ნათელია. გრენლანდია დანიის ნაწილია, როგორც ავტონომიური ტერიტორია და მე ამას ასე დავტოვებდი. გრენლანდიელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. თუ სწორად მახსოვს, ამერიკის პრეზიდენტმაც იგივე განაცხადა თავის გამოსვლაში. გრენლანდიაში საპარლამენტო არჩევნები 11 მარტს გაიმართება. ტრამპის ბოლოდროინდელმა კომენტარებმა კუნძულის დაკავების შესახებ უპრეცედენტო ინტერესი გააჩინა დანიისგან სრული დამოუკიდებლობის მიღებასთან დაკავშირებით. ეს თემა საკვანძო საკითხად იქცა საარჩევნო კამპანიის პერიოდში.